თქვენ შეკითხვებს უპასუხებთ და ყველაზე საინტერესო კითხვით დავიწყოთ, რაც მომეჩვენა. კითხვა იყო ესეთი: შეადარეს შაქარი თუ მარიხუანა? და ერთი შეხედვით შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ აი რა კავშირი აქვს სად ერთი და სად მეორე, ხო? მაგრამ სინამდვილეში ამ კითხვაში იდო ნამდვილად ან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც მართლა არის დამაფიქრებელი. ერთ მხარეს გვაქვს მარიხუანა, რომელიც ყველამ ვიცით რომ მავნებელია. ხო, ყველამ ვიცით რომ შეიძლება რაღაც შემეკამათოს, მაგრამ რაღაც ემოციურ დონეზე მაინც ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც ნარკოტიკია, ნარკოტიკი მავნებელია და ასე. პირველ მიახლოებაში ან ჩაშლის გარეშე ემოციურად ყველამ ხვდებით რომ მავნებელია და მეორე მხარეს დგას შაქარი, რომელთაც შაქრის ინდუსტრიით გარემოცვლები ვართ, ბანერზეც რომ გაიხედოთ, შაქრიანი დონატები, რაღაცა შოკოლადები, ისინი თვითონ ბურგერები, პურეული, ყველაფერი შაქარს ამატებენ ცომეულში. ვიღებთ უამრავ შაქარს და ეს შაქარი პასუხისმგებელია სიკვდილიანობის დაახლოებით 25%-ზე. წარმოუდგენლად დიდი ზარალი მოაქვს კაცობრიობისთვის. წარმოუდგენლად. ხო, თუ კი ჩვენ მასშტაბებს ვიტყვით, მასშტაბებს, ხო? 25% სიკვდილიანობის მოდის შაქარზე, მაშინ როცა მარიხუანაზე არ მოდის ერთიც კი. მარიხუანას მოაქვს ზიანი ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს პირდაპირ სიკვდილიანობაზე არ აისახება და შაქრის მიღება დიდი რაოდენობით შაქარი იწვევს ქოლესტერინის პრობლემას, სისხლძარღვების დაზიანებას, თავის ტვინის დაზიანებას, გულის დაზიანებას, თირკმელების დაზიანებას, ღვიძლის განუზომლად დიდია შაქრისგან მიღებული ზიანი, რაც აქვთ ადამიანებს შესაბამისად, ხო, შაქარი ძლიერად იწვევს დამოკიდებულებას დოფამინურ სისტემაზე მოქმედებს როგორც ნარკოტიკი. და პრინციპში მთელი კაცობრიობა შემჯდარი ვართ შაქარზე. თუ ამ გადასახედიდან შევხედავთ, ვერ შევადარებთ. მარიხუანა არის სათამაშო შაქართან შედარებით, რა თქმა უნდა. და ამ სულის კვეთებაში ავტორს დავეთანხმებოდი ნამდვილად. ახლა მეორე მხარე არის სევდიანი, ასეთი რომ ჩვენ შაქარი ჩვენს ორგანიზმს შაქარი ჭირდება. შაქარი არის ჩვენი ორგანიზმის ძირითადი საკვები. თუ ვიტყვით ჩვენი ორგანიზმისთვის წყალი, ჰაერი, შაქარი, ეს სამი რამე. რომლის გარეშეც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ორგანიზმის არსებობა. ხო, შეიძლება ითქვას, რომ შაქარი რასაჭიროა, მაშინ როცა შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ კეტო დიეტით, კეტონებით, თეორიულად და ჰიპოთეზურად ხო, შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშინაც კი თუ კეტო დიეტაზე ხარ, მაშინაც კი წარმოიქმნება შენს ორგანიზმში შაქარი და ამ შაქრით იკვებება თავის ტვინი. თავის ტვინის ერთადერთი საკვები არის შაქარი. შესაბამისად, ამ შაქრის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ აქვს თავის ტვინს ესეთი სწრაფვა შაქრისკენ. ამიტომ არის რომ ესე გვინდა ყოველთვის რაღაც craving-ი გვაქვს რომ შაქარი მივიღოთ. ეს არის მძიმე რეალობა და ამას ვერ გავექცევით რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ჩვენ არ გვაქვს მარიხუანის მიმართ ბუნებრივი ესეთი სწრაფვა, რომელთაც გავამართლებდით თუნდაც ერთი ღერის მოწევას. აი ამ დიდი სურათიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია კი თამამად თქვათ, რომ შაქარს უზარმაზარი ზიანი მოაქვს კაცობრიობისთვის და მთელი ამბავი არის დოზებში. მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 25 გრამი შაქარი დღეში არ არის მავნებელი, ეს დაახლოებით არის 6 ჩაის კოვზი. დამატებული შაქარი. ადამიანს შეუძლია ნორმალურად
იფუნქციონიროს 50 გრამის მიღების შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი ზოგადად ჯამრთელია. მაგრამ მეორეს მხრივ მოწევა მარიხუანის დაახლოებით 10%-ის ცხოვრებისეულად დამოკიდებულების რისკს და თუ თინეიჯერობაში იწყებს ადამიანი 17% რისკი, ანუ 10 თინეიჯერი ვინც დაიწყებს მოწევას 10-დან 2 გახდება მუდმივი მწეველი. ორჯერ ზრდის ფსიქოზის რისკს იმ ადამიანებში ვინც მიდრეკილია შიზოფრენიის ან ფსიქოზისკენ გენეტიკური წინასწარი განწყობა აქვს და მაგალითად 50 ადამიანს უნდა განვითარებოდა შიზოფრენია მარიხუანის გარეშე. მარიხუანას თუ მიიღებენ 50-ის ნაცვლად განვითარდება 100. აი ამდენად მნიშვნელოვნად ზრდის დემოტივაციაზე და მეხსიერების დაქვეითებაზე, ნეირონების დაზიანებაზე, ფილტვების დაზიანებაზე, როცა ეწევიან თუ მოსაწევია. ანუ აქვს ზიანი მარიხუანასაც, არ არის ისეთი დიდი, როგორიც თქვათ შაქრის მიერ მოყენებული ზიანი, მაგრამ შაქართან ეგ აქვს. მთავარი არგუმენტი პრინციპში ეგ არის სინამდვილეში, რომ ჩვენ ორგანიზმს შაქარი ჭირდება, მაშინ როცა ჩვენ ორგანიზმს მარიხუანა არ ჭირდება. ეგ არის სხვაობა და შაქარზე გეტყვის ის ადამიანი, რომ 25 გრამი შაქარი კაია შენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ეგეთი დოზა მარიხუანის არ არსებობს, რომელიც მიიჩნევა, რომ კაია. ანუ მაგალითად არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ვერ თანხმდება და არ თანხმდება იმაზე, რომ არსებობს რაიმე მარიხუანის დოზა, რომელიც ორგანიზმისთვის კარგია. ითვლება, რომ მავნეა მცირე დოზებითაც კი. შესაბამისად, მე მესმის სრულიად ეგ აზრი და დამოკიდებულება და ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ მეორე მხარეს დგას მართლა ის, რომ ძალიან ძნელია ამ ხელა ინდუსტრიასთან ბრძოლა. თუმცა არა შეუძლებელი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რამდენიმე წელში არ მოვა ისეთი პერიოდი, როცა კაცობრიობა იტყვის, რომ მოდი იმ ხელა ზიანი მოდის შაქრის გამო, რომ მოდი შევწყვიტოთ ეს. შესაძლებელია სრულიად ეს მოხდეს. მე ყოველ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ. მაგრამ ამ ეტაპზე ესეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომელსაც ვეგუებით, ვებრძვით მარიხუანას და შაქარი გვაქვს ბილბორდებზე მუდმივად გვახსენებს თავს. ხო. კაია თუ არა, არის კაი, რა თქმა უნდა, მე ავტორს ამ კუთხით ვეთანხმები, რომ არც იმას არ ვეთანხმები, რომ მარიხუანის პოპულარიზაცია მიმდინარეობდეს, მაგრამ ასევე ვეთანხმები იმას, რომ მუდმივად შევახსენოთ ადამიანებს, რომ შაქარი ძალიან მავნებელია. რა თქმა უნდა, აქვე ვიტყვი ძალიან მკვეთრად, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ჩემი აზრით ადამიანები არ უნდა ჩაჯდნენ, ან დაიჭირონ და არ უნდა ჩასვან ციხეში. ხო, მე ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას თუ გაინტერესებთ, არც ვეწევი, არც ვსვავ, არც სიგარეტს, არც მარიხუანას, არც ერთს. შესაბამისად, ან ჩემი ძალიან მკვეთრი დამოკიდებულებაა, რომ ასეთი მავნე ჩვევები, რომელიც რისკს გვიმატებს, მხოლოდ მაქსიმალურად მოვიცილოთ. ეგ არის ჩემი პირდაპირი დამოკიდებულება. ისედაც იმდენი რისკები გვაქვს, რომ დამატებით რისკი მოიმატო ჯანმრთელობის, რომ მარიხუანა მოწიო ადამიანმა ძალიან არ მიმაჩნია სწორად. ხო. ამიტომ მის რომანტიზებას, რომ რაღაცა ვითომ ცუდი არ არის, ამას არ ვემხრობი, მაგრამ ასევე ვეწინააღმდეგები, რა თქმა უნდა, შაქრის მიღებას დიდი რაოდენობით განსაკუთრებით. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. ხო, დასჯით, ჩემი აზრით არავინ არ უნდა დაისაჯოს მარიხუანის მიღების გამო. ხო. გასაღება და ესე სულ საკითხია, ახლა არ შევალ ამ იმაში და სად გადის ხვარი და ასე შემდეგ, მაგრამ ის ფაქტია, რომ მისი მოხმარებისთვის მე არ ვემხრობი ადამიანის დასჯას. მაშინ შაქარი უფრო მავნებელია, ხო, და შაქრის მოხმარებისთვის რატო არ ვჭით ადამიანებს? აი დავაკვირდეთ ადამიანებს, აბა თუ ჩაყარა 3 კოზი შაქარი და მეტი ჭიქაში დავსაჯოთ. ხო? რატო არა?
თავის ორგანიზმს ნებს. ესევე მარიხუანაც, ხო? ან ორგანიზმი ნებდა რატომ მაშინ? ეხლა შემდეგი კითხვა. მაინტერესებს ასაკში ბავშვის გაჩენა თუ არის აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი. აუტიზმის პირდაპირი მიზეზი არ არის, მაგრამ რისკებს ზრდის. ზოგადად ასაკში ბავშვის გაჩენა ძალიან ბევრ რისკს ზრდის. ამიტომ მე ის მიდგომა, რომელსაც ადამიანები ემხრობიან ახლა ბოლო ხანებში განსაკუთრებით, რომ აი 35 ზევით ბავშვის გაჩენა და ესე მე ნაკლებად ვემხრობი, ევოლუციურად ორგანიზმი ყველაზე მომზადებული არის დაახლოებით 25 წლის ფარგლებში, რომ ბავშვი გააჩინოს. ამიტომ ეგ ასაკი არის ალბათ ყველაზე კარგი. და აი მე რისკები იზრდება. თუმცა რა თქმა უნდა, ხა როცა ადამიანს შვილი არ ყავს, მაგაზე საუბარი ზედმეტია, ხო? რისკები იზრდება გენეტიკური დაავადებების. რატო მუტაციები ხდება? ხო, არ გულისხმობ მაინც დედის დაავადებები და მამის გენეტიკურში გულისხმობ, რომ გენში მოხდა მუტაცია. აი იმ სპერმატოზოიდში ან კვერცხ უჯრედში და ის პრობლემა ქონდა ბავშვს. იზრდება რისკი დაუნის სინდრომის და კიდე სხვა ასეთი გენეტიკური პათოლოგიების. იზრდება რისკი აუტიზმის. იზრდება რისკი აბორტის, თვითნებური აბორტების და ასე. ანუ ძალიან ბევრი რისკი იზრდება რისკი მშობლისთვისაც. როცა ასაკში ორშულობას გადის და მშობიარობს. ამიტომ თვითონ როგორც ტრენდს რომ ესე 35 ზევით 40-ისთვის გააჩინონ ქალებმა ბავშვები, მე არ ვემხრობი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ადამიანის უფლებაა და მე არ მაქვს არც ადამიანური და არც ლეგალური უფლება ამ საკითხში ჩავერი. თუმცა მე შემიძლია ჩემი აზრი ვთქვა, ჩემი აზრი არის რომ და ჩემი აზრი ემთხვევა მეცნიერების ამ შემთხვევაში, რომ ადამიანის ორგანიზმი, ქალის ორგანიზმისთვის იდეალურია, რომ დაახლოებით 25 წლის ფარგლებში გააჩინოს. ხო, ახლა შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. მადლობა აქვე ყველას დიდი. დადებითი კომენტარებისთვის, უამრავი დადებითი კომენტარია. დ-ვიტამინზე რას მირჩევთო? ეგეთი კითხვა 15 მაქვს. ხო. 20 ქვევით დ-ვიტამინი არის დეფიციტი. 20-დან 30-მდე არის უკმარისობა, 30-დან 50-მდე არის ნორმა. 15 არის დეფიციტი. მიზანი არის 30 ზევით იყოს. ამ მიზნის მისაღწევად ნიშნავენ დ-ვიტამინს, D3-ს ძირითადად. არის ორნაირი ტაქტიკა. ერთი არის რომ ინიშნება ხოლმე D3 50,000 მილიგრამი კვირაში ერთხელ. ხო, მაღალი დოზაა ძალიან, მაგრამ კვირაში ერთხელ. ყოველდღე მისი მიღება არ შეიძლება. დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში. ან 2000 ან 4000 საერთაშორისო ერთეული დღის განმავლობაში ინიშნება ხოლმე რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ 2000-ით გრძელდება შემანარჩუნებელი. ანუ მიზანი თქვენ შემთხვევაში არის D-ვიტამინის დონის მომატება. ხო, შემდეგი როცა გეძინება საწოლში არ დაიძინო, აბა რომ გეძინება საუნდა დაწვეს ადამიანი. ხო, ეს მე არ ვიცი თქვენ რაზე ამბობთ, მაგრამ როცა გეძინება ნამდვილად საწოლში უნდა დაიძინო, ანუ სხვა ვარიანტი მე არ ვიცი. საუბარი შეიძლება თქვენ არ ვიცი როგორ მოусმინეთ და რას მოусმინეთ, მაგრამ როცა არ გეძინება, მაშინ არ უნდა იწვეთ ტყუილად საწოლში. ამაზეა საუბარი, თორე თუ გეძინება, უნდა დაიძინო, რა თქმა უნდა. ამაზე არ არის ისა კითხვის ნიშნები მანდ არ არის.
ხო, ერთ წელი ვსვავდი, მივატოვე, მერე მოვიმატეო. ხო, ვაშლის ძმარზე კი, ვაშლის ძმარზე ზუსტად ეგ მქონდა ვიდეოში, რომ ვაშლის ძმარი ეხმარება წონაში კლებას, ამიტომ ადამიანებს მაფხიზლებს ერთს უწერია ლიმონიანი წყალი კი, ადამიანები ახსენენ მაგას, რომ გამოფხიზლებელი ეფექტი აქვს. ალოპეციაზე იქნებ ჩაწერო თმის ცვენაზე ვიდეო. კი, მაქვს მე ვიდეოები თმის ცვენაზე, მაგრამ ჩავწერ კიდე დამატებით, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც ბევრ ადამიანს აინტერესებს. ხო, ჰემოგლობინი მაქვს დაბალი და დანიშნულებით მკურნალობს და ნულის შედეგიო. პირველ რიგში უნდა დადგინდეს მიზეზი ჰემოგლობინის ნაკლებობის. შეიძლება კონდეს სხვა მიზეზები, შეიძლება იყოს რკინა დეფიციტური ანემია, რკინის დეფიციტი, შეიძლება იყოს B12-ის დეფიციტი, შეიძლება იყოს კუჭის პრობლემები და შეწოვება ვერ ხერხდებოდეს, მაგალითად B12-ის. შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადებები. ანუ სხვადასხვა მიზეზი აქვს და პირველ რიგში თქვენ შემთხვევაში უნდა მოხდეს მიზეზის დადგენა და მაგის მიხედვით უნდა იქნეს მკურნალობა. ეს ზეპირად მაშინ როცა მე არ ვიცი რის გამოა თქვენი ანემია და დაბალი ჰემოგლობინი, ძნელია ძალიან პასუხის გაცემა. თუმცა ის არის რომ შეიძლება ვთქვათ განვიხილოთ ძირითადი მიზეზები რატომ არის ხოლმე და ეს შესაძლებელია კი, ანუ ყველაზე ხშირი არის რკინის დეფიციტი მაგალითად. ყველაზე ხშირი მიზეზი. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის B12-ის დეფიციტი. მაგეროს მაგალითად B12-ია საჭირო. მე უნდა განსაზღვროს B12-ის ათვისება შეუძლია თუ არა ორგანიზმს, რომ დალიო მაგალითად თუ ინექციები ჯობია მაგ დროს. არის ფოლიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა დაავადებმა, ინფექციებმა, ავტოიმუნურმა დაავადებამ და ზოგჯერ არის საჭირო ერითროპოეტინის ინექცია. ზოგჯერ არის თირკმელების დაავადების გამო ერითროპოეტინი როცა დაბალია და მან ერითროპოეტინის მიღება საჭირო. ანუ უნდა შეფასდეს რეალურად რის გამოა. ანუ თქვათ C ვიტამინის მიღება, კივი, ციტრუსები ეხმარება რკინის შეწოვას. ყავა, ჩაი, რძის პროდუქტები ხელს უშლის რკინის შეწოვას. B12-ის შემცველი პროდუქტებია რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, კვერცხი. ფოლიუმის შემცველი პროდუქტებია მწვანე რასაც ხედავთ ბოსტნეული ყველაფერი და პარკოსნები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიზეზს, ამ შემთხვევაში მიზეზის დადგენის მერე შესაძლებელია მისი მკურნალობა, ამიტომ პირველ რიგში მიზეზი უნდა დაადგინოთ თქვენი ანემიის. შემდეგი კითხვა. ამერიკაში ვარ და კიბოსაწინააღმდეგო წვალს ვიღებ და სამაგიეროდ დამინგრია ძვლებიო. ხო, კიბოსაწინააღმდეგო პრეპარატებს ახასიათებს ეგეთი მაგალითად არომატაზას ინჰიბიტორებს, რომელიც გამოიყენება ძირითადად რომელიც გამოიყენება ხოლმე მკერდის და პროსტატის კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს ახასიათებს ანდროგენების დათრგუნვის დროს. ქიმიოთერაპიებს ახასიათებს, აზიანებს საკვერცხებს, ათესლებს, შეიძლება დააზიანოს მენოპაუზა დადგეს ადრე, ან დაბალი ტესტოსტერონი მოყვეს. და ეგ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, ოღონდ მან უნდა გახსოვდეთ ის, რომ ის პრობლემა, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიას მოყვება, ძვლების დაავადების ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე რაც სიმსივნეს მოყვება. ანუ სიმსივნე პირდაპირ სიცოცხლეს ემუქრება, სიცოცხლისთვის რისკია და საფრთხეა. და ის რომ თქვათ ძვლები დაგირბილათ და მაგის მკურნალობა შესაძლებელია და მისი გამოსწორებაც შესაძლებელია. ამიტომ არის ბიფოსფონატები მაგისთვის, დექსათი უნდა შეფასდეს ჯერ რადონეზია, კალციუმი, D ვიტამინი და ასე. ვარჯიშები და ძვლების გამყარება შესაძლებელია
და ის რომ სიმსივნეს მკურნალობა ჭირდება, ეს აუცილებელია და ამას აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ. ხო. შემდეგი საკითხი. 2-3-ჯერ დგებოდი ღამით, დიაბეტი აღმომაჩნდა. ყოველთვის მაღვიძებს სიზმარი, მაგ დროს ტუალეტს ვეძებ და მეღვიძე. ხო, აი ზუსტად მაგაზეა, რომ ღამის შარდვა ხშირად არის ასოცირებული დიაბეტთან, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. თუმცა არა მხოლოდ, ანუ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დიაბეტია. მაცივე არის წყალი უნდა იყოს თუ ონკანისაც წავალ. საუბარია ცივი შხაპის თერაპიაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვეულებრივი წყალი ონკანის. არა საუბარი იმაზე. მაცივი წყალით ის გადავლებაზე არა საუბარი, ჩვეულებრივი წყალზე. ხო. 7 წელია ამ დღეში ვარ, რომელ ექიმს მიმართოთ თავბრუსხვევაზე კითხვა. ხო, ნევროლოგს უნდა მიმართოთ, რა თქმა უნდა, თავბრუსხვევაზე და ნევროლოგის საქმე რეალურად სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს. შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი პოსტურალური ვერტიგო, პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო, ესე ქვია, კეთილთვისებიანი. შეიძლება იყოს მენიერის დაავადება, შეიძლება იყოს ვესტიბულარული შაკიკი, სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს თავბრუსხვევას და ამიტომ ჯერ მიზეზი უნდა დადგინდეს. პრინციპში უმეტესად მართვადია და უბრალოდ კარგი ნევროლოგია საჭირო და მიზეზი უნდა დადგინდეს. მაგალითად თუ კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგოა, ეს საერთოდ დადვილის სამკურნალოა ეპლის მანევრით. მენიერის დაავადებაც მართვადია, ვესტიბულარული შაკიკიც მართვადია. კი ეს სხვა შეიძლება იყოს ქრონიკული ვესტიბულარული ნევრიტი და ლაბირინთიტი, მაგრამ შედარებით იშვიათია ეგენი, თუმცა შესაძლებელი და მათი გამორიცხვაც არ შეიძლება. ხო. კიდევ აბა ცხელი წყლის დალევა თუ შეიძლებაო. შეიძლება როგორ არ შეიძლება ორგანიზმისთვის სასარგებლო რამდენად არის. როცა გაციებულია ადამიანი ცხვირისთვის კომფორტულია და მაგ მხრივ, თორე ისე ზოგადად ჰიდრატაცია და ძალიან ცხელი წყალი არ უნდა დალევოთ, ან 65 გრადუსზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს. ეგ საზიანოა პირიქით. მაგრამ თუ კი ნელთბილია წყალი, ცუდი არ არის, არც კარგი არ არის მაგ მხრივ. ხო. აი ესე პრინციპში მორჩით. ძირითადი კითხვები გავიარე დღეისთვის რაც მინდოდა. მადლობა რომ გაინტერესებთ. ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა ამისთვის მაქვს ანგარიშის ნომრები დონაციისთვის ვიდეოს აღწერაში. ვისაც გინდათ დონაციას პლუს ჩემთან ინდივიდუალური კითხვები ამისთვის შეგიძლიათ პატრეონზე გამომწეროთ. პატრეონის ლინკიც აღწერაში მიდევს. ვისაც უბრალოდ არხის მხარდაჭერა გინდათ ამისთვის დაალაიქეთ, ან გააშეარეთ, ან უბრალოდ დააკომენტარეთ, ან ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.